გამარჯობა ლა? გამარჯობა, ციკო, რა კარგია რომ დამიბრუნდი. ხო, რატო რა? იმიტომ რომ მე არ ვიყავი, იმიტომ რომ ავად ვიყავი. ხო. შენ ძალიან გიხარო და. არა, რანაირად მიხარავდა ბოლოს ხო თქვი, ეხა იმენა ეპიზოდს გაჩვენებ ეხლავე რომ იქ თქვი რომ სანდრო კი კარგი იყო, მაგრამ შენ აუცილებლად ჩემთვის შეუცვლელი იყავი. მაგრამ თავიდან რაღაც ისე დაიწყე რომ აი მქონდა ვერ დაინგონებოდა რომ აი რა კარგია ეს ქალი მომიშორა და ნახეთ დღეს რა ბედნიერია და რაღაცა ფერადი გეცვა და იმის გამოყოლილი გაქვს და კიდე ფერადი გაცვა. არავითარ შემთხვევაში. არავითარ. სტუმრები? ძალიან მიხარია. სტუმრებს იქით მე მგონი ძალიან ტრადიციულად ჩამოეძინათ ჩვენ დიალოგში, იმიტომ რომ ძირითადად ჩვენ ისე გვიგრძელდება ხოლმე, რომ მე იქით ეძინებათ. გავოცნოთ ჩვენი სტუმრები ხალხს. ჩვენი სტუმრები არიან ორი უსაოცრესი ადამიანი, ორი ამ ქვეყნის მარგალიტი, ბრწყინვალება, სტარები, არ ვიცი რაღაცა საოცრება ადამიანები, ეს არიან მაია ქარსელაძე, გახმოვანების მსახიობი და ბევრს რომ ილაპარაკებს, დარწმუნებული ვარ, რომ საერთოდ ყველა ადამიანი მიხვდება რა ხმა. მაიაზე, ხო, რა თქმა უნდა. ანუ პრინციპში მოგამარი ხმა ყოლია აქამდე, მინდა აუცილებლად დავღნიშნო. თუმცა აი ესეთი პირველი ხმა მართლა პირველად გქონდა. კი, ნამდვილად. და მოდი მეორე სტუმარსაც რო არ ჩამოეძინოს. დავიჩაგრე უცებ. არა, მეორე სტუმარსაც რო არ ჩამოეძინოს. ჩვენი სტუმარი, მოდი მე ვიტყვი შენ. მე მგონია რომ შენ გიყვარს, მაგრამ მე უფრო მიყვარს. წელში გავიმართე. მე უფრო მიყვარს მეორე სტუმარი. არ შეგედავები. ოკეი. დავაი, არ შეგედავები. აი, დღეს მე ვარ ქალღმერთი. დავაი. მოკლედ, ჩვენი მეორე სტუმარი ერთი ხომ არის პირველი ხმა და ჩვენი მეორე სტუმარი არის ჩვენ თაობაში პირველი კინო მცოდნე, ჩემი გაგებით. ანუ გულისხმობ რომ ადამიანი, რომელსაც სულ მოაქვს ჩვენამდე კანის ამბები, სტარების ამბები და პირველ რიგში იმიტომ საინტერესო, რომ ძალიან უყვარს ბრაზილიური სერიალები. და ნუ რასაც წეგან ვუყურებ პრინციპში. კინო ძალიან უყვარს ზოგადად და კინო უყვარს, თუმცა ბრაზილიური სერიალები და შენ თქვი ხა რატომ არიან ბექა და მაია ერთად ჩვენთან დღეს ჩვენთან ერთად იმიტომ არიან რომ უნდა ვილაპარაკოთ ბრაზილიურ სერიალებზე გავიხსენოთ საოცარი სერიალები საოცარი მსახიობების მონაწილეობით და ამ ყველაფერს დაგვეხმარებით თქვენ პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენი სტუმრები მადლობა თქვენ რომ დაგვიძახით აი ყველა მიხვდება რა ზოლაპარაკო ლაშას პანთეონს ვეძახით ლაშა ხმები დაანახა ხალხს პირველი სერიის დასასრული ინტრიგა დავტოვოთ აქ და მე გავაგრძელებ. კი, ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა ბექა შენ რო კარგად ახალი ჩამოსული ხარ როგორც ვიცი, იქაური ჰოლივუდი შენ ხშირი სტუმარი ხარ კანის კინოფესტივალის როგორც ვიცი, თან ესეთი მიწვეული სტუმარი კი და მე მგონი ერთადერთი ადამიანია საქართველოში ვისაც ამდენ მართლა ვარსკვლავთანგა გადაღებული სურათი კომუნიკაცია გაიცანი წელს. ყველაფერს მოგიყვებით, იმიტომ რომ წლევანდელი წელი ნამდვილად იყო გამორჩეული და საინტერესო ჩემთვისაც და თვითონ კინოსთვისაც, იმიტომ რომ ბევრი ძალიან კარგი ფილმი ვნახე, რასაც მე თვითონაც არ ველოდი. ხო, ესაც გაგვიზია, აუცილებლად თუ იშოვი ლინკებს ჩაგვიყარა ჩუმჩუმად. ხო, ცდილობ. მოდი დავიწყოთ, მაგრამ რა ხდებოდა კანის კინოფესტივალზე? მოგვიყევი თან პარალელურად და მე გადავალ ძირითად თემაზე. მოდი დავიწყებ ვინ გავიცანი წელს. აბა. წელს გავიცანი ემა სტოუნი, რომელიც არა, მოდი დავიწყებ კეით ბლანშეტით, იმიტომ რომ კეით ბლანშეტი ჩემთვის იყო ყოველთვის აი არ ვიცი, როგორ გითხრათ, რო ვუყურებდი, ვდნებოდი, ცუდად ხდებოდი, გული მიჩქარდებოდა და ჩემი კინოსიყვარული, მერილ სტრიპის და ჯულია რობერტსის შემდეგ, ამასაც ვიტყვი აქვე. და ძალიან ისეთი პრესკონფერენცია ქონდა, კინოფონდების პრესკონფერენცია და 3 საათით ადრე ჩავდექი რიგში, ზოგადად კანის კინოფესტივალზე, როდესაც ხარ, ყველას გონია რომ მართლა რაღაცა სულ ესე ხარ რა, სადაც კიდე შედიხარ, ხო, თუმცა არ არის ეგრე, რაღაც ძალიან დიდი დილის 7 საათზე გიწევს ადგომა რომ კინოს ბილეთი აიღო, მერე გიწევს რიგში დგომა იმისთვის რომ ამ ფილმზე შეხვიდი, ამ პრესკონფერენციაზე და მოკლედ კეით ბლანშეტის ნახვა ისე მინდოდა რომ 3 საათით ადრე მივედი ამ პრეს ცენტრში, დავდექი ჩემთვის რაღაც პირველი ვიყავი, მაგრამ არავინ არ იყო და მოვახერხე კარგ ადგილზე დაჯდომა. და კარგად ნახვა. საოცრად კი და ნუ მე მეგონა რომ მხოლოდ ვნახავდი და აქ მორჩებოდა ყველაფერი, მაგრამ როდესაც პრესკონფერენცია მორჩა, მე ცოტა ხანი გაჩერდა, ხან ვისესაუბრა და მეთქი ბექა პროფესიონალივით მოიქეცი, არ მივარდე, გული არ წაგივიდეს, ცუდად არ გახდე, მაგრამ ჩემმა შინაგანმა თინეიჯერმა მიკარნახა რომ ბექა შენ ეს არ გამოგივა, შენ თავი უნდა დაკარგო, იმიტომ რომ შეუძლებელია წინ გედგეს კეით ბლანშეტი და თავი არ დაკარგო.
ბოდიშს უხდი მაგრამ მომივიდა აქედან უხდი დიდ ბოდიშს Kate Blanchett-ს თუ რამე უხერხულობა ვაგრძნობინე მაგრამ მიყვარს და რა გავაკეთო და ნუ მოკლედ მასთან თუნდაც არის 10 წამიანი გასაუბრება ჩემთვის იყო ძალიან ისეთი თან მკითხა რომ აი მეთქი გიჟდები თქვენზე თქვენი ფილმები ძალიან შთამაგონებთ და რომელი ფილმი გიყვარს ყველაფერი დამავიწყდა თუ რამე მქონდა ნანახი და მეთქი აი ბოლოს რაც ვნახე ვუთხარი რომ მეთქი მან ხართ საოცარი და ნუ მე წავიდა მაგრამ ეს 10 წამი ჩემთვის რაღაცა მარადისობა დიქცა იმიტომ რომ ზუსტად მაგ 10 წამა კიდე ერთხელ დამარწმუნა რომ აი Kate Blanchett-ი და ფრინავს კი რაღაცა მოგვიყვარდა მაგ ჩვენი სტუმარია პოდკასტის ჩვენი სტუმარია Kate Blanchett-ი მაგ 10 წამა დამარწმუნა აი რატომ მიყვარს კინო ზოგადად ეს ინდუსტრია იმიტომ რომ რაღაცა შენთვის მაგიური უცებ რო ხელშესახები ხდება და რაზეც ოცნებობდი უცებ იმ სივრცეში რო ხარ ძალიან მაგარია ხო წარმომდგენი ხა შენ ისეთი მსახიობებს თან გაქვს კომრი ისეთ რეჟისორებთან არა მარტო მსახიობებთან ისეთ მასტერკლასებს ესწრები რომ ანუ მართლა საოცნებო არის ყველა იმ ადამიანისთვის არა მარტო ვისაც კინო უყვარს ხა შენთან მე მაგალითად პროფესიით კინომცოდნა ვარ და პრინციპში ეგ გამოცდილება არ მღირსები არასდროს ამიტომ კეთილი მომავალ წელს მივდივართ ერთად კეთილი ჟურით ვშურს მომავალ წელს ვერ გავიგერო მომავალ წელს მივდივართ ერთად ერთად ხო ძალიან ასწორებს და ძალიან კაია და სუზანა ვიეირაზე უნდა გადავიდეთ შენი მეორე სერიალების ვარსკვლავზე რომლის ხმაც არის ქართული ხმა კი მე ნამდვილად არის მაია ქარსელაძე მაიკო შენ ძალიან დიდი ხანია რაც ამ სფეროში ხარ და მართლა ძალიან დიდი დამსახურება გაქვს და შეშვი ჩემ პასპორტს არა პასპორტში არ ვიხედები შენს დამსახურებებში ვიხედები ამ შემთხვევაში მართლა ძალიან დიდი დამსახურება გაქვს აი პირობითად ბექასრო და მე ციკოს და არაერთ მაყურებელს შენი ხმით შეუყვარდა ქართულ მაყურებელს ეს მსახიობი არა მარტო შეიძლება ჩავერთვები რადგან ჩვენი თემა არის ბრაზილიური სერიალი და მაიას ხმა ავტომატურად ასოცირდება და ბექა ჩემთვის ასოცირდება იმიტომ რომ უყვარს და მე ვიდეოზეც მოყევი ხო ვიდეოც ანუ კონტაქტიც ქონია რა ამ სამთან ვისაც მაია ახმოვანებს და მაია მისი ხმა მაგრამ ამბავი არის ეგ რომ მაიას ხმა არა მხოლოდ ბრაზილიურ სერიალებში თითქმის არ წარმომიდგენი ადამიანი ვისაც ტელევიზიასთან შეხება ქონია და ეხა ვართ უკვე იმ ეპოქაში სავარაუდოდ რომ სულ ტელევიზორი არ არის ყველასთან ჩართული თორე ხო სულ იყო და სულ ისმოდა მაიას ხმა არა მხოლოდ ბრაზილიურ სერიალებს გულისხმობ, ნუ აი სულ ისმოდა რა, ყველა ფილმს ეიდო ფონად. ამიტომ მე მაინც მე ვიცი რომ მერილ სტრიპი სადაც თამაშობდა ყოველთვის მაიკოს ახმოვანებინებდნენ მაგ ფილმებს სიყვარული გაერთიანებთ შენ და ვიმეგობროთ აუცილებლად შენ ისეთ ხალხთან მეგობრობ შენ გენათელი ჩემთან აქედან დავგოთ ყავა აუცილებლად და ვიჭორავთ მერილ სტრიპზე ცალკე კი ცალკე ნამდვილად და ხო გავაგრძელებ იმ ხაზს რომ ხო ნამდვილად სწორად აღნიშნე მაიკოს ხმა არა მარტო ბრაზილიურ სერიალებში არამედ ფილმებში სერიალებში დუბლირებებში რეკლამებში მოკლედ ერის ხმა ხარ რა ოღონდ მარტო გულწრფელად ვამბობ ამ ყველაფერს ხო ანუ ერთ-ერთი ისეთი ყველაზე შთამბეჭდავი ანუ გვახსოვს და თან ძველი ეს მნიშვნელოვანი ძველი რომელიც ისე პასპორტში არა მაგაგებით ამსახურებით ძველს ლაპარაკობ ძველს გულისხმობ იმიტომ რომ მე მახსოვს პირველ ეხლა რა ძანშია და ჩვენ მაინც რაღაცა ისეთი ამბავი გამოგვივიდა რომ რაღაცა ინტეგრირებული არის ყოველთვის მაყურებელი რა გულისხმობ რომ სულ წერენ და პრინციპში ალბათ ყოველთვის საინტერესო იქნება რომ ერთ-ერთი პირველი ხმა რა თვალსაზრისით ანუ გამოცდილების რომ აი საბადო დაიწყო გახმოვანება ხო ძალიან მაგარია ეს იყო და შენ როგორ დაიწყე გახმოვანება ხო საინტერესოა რა ეტაპები განუვლე ერთი რომ ძალიან პატარა ვიყავი და ზოგადად მაშინ იყო გიორგი კახაბრიშვილი ეს იყო ძალიან ცნობილი ტელერეჟისორი ვინც საერთოდ პირველმა გააკეთა გახმოვანება მაშინ საერთოდ არაფერი არ არსებობდა გამოცდილება ამის რომ რამე ქართულად გახმოვანებული და ნუ კი გავიგე რომ ეს გახმოვანება იწყება მაგრამ ოდნავი ეჭვიც არ მაქვს რომ ვინმე შეიძლება ახლა მე ეს ლაწირაკი იქ რატო უნდა დამიძახონ ხა ეგ ალბათ რაღაცა ღმერთები დადიან იმ გახმოვანებაში მაშინ უკვე ვმუშაობდი ტელევიზიაში და ვმუშაობდი საეთერო სტუდიაში
და მოკლედ მითხრეს რომ გიბარებს კახაბრიშვილი იქ გახმოვანება იწყება. ეს პატარა ორი ამხელა ოთახი წარმოიდგინე, იგზის ნინო შადური, რომელსაც დამრგვალებული აქვს თვალები, იმისთვისაც პირველია. ნანა ბოჭორიშვილი, ნათია კუდაშვილი, ჭაბუკა დგას ტელეფონი, აქ არის მაგი და დათო კირცხალია, ნინო მესხი, ნუ გზარჩიქოვანი და შევედი, მაგრამ მე სადღაც წავიდე ხა ყველგან მე რა უნდა გავაკეთო ახლა აქ რომ ისეთი ხალხი ჩამოთვალეთ ან ახლა გოგოზის აქ რა მე საწავიდე ხა რა უნდათ დაჯექიო მეუბნებიან სად დავჭდე სად დავჭდე ხა მე არ ვიცი მე ხა რატომ მომიყვანეს და რო დამსვეს ამ კირცხალიას გვერდით ნო აი მე მოკვდი შიშისგან წარმომიდგენია ახლა იქ ეგეთი სტრესი პროსტო ფეხები გიკანკალებს ხელები გიკანკალებს აქ რაღაცა გაგიკეთეს ამასთან გაგასწორეს დგას ერთი ტელევიზორი ეს ტექსტი გვაქვს და ფიქრობ რომ ნუ კაი თუ გამაგდებენ ხო კაი თუ არა და რამენაირად დღევანდელ დღეს გადავიტან და რაღაცა იქნება ნუ მოკლედ პირველი გახმოვანება დაიწყო ესე კითხულობდით სცენას ეს იყო ზღვის კაცი სერიალი ბრაზილიური ორა ბიჭი თამაშობდა იცი ქერაცის ფერთალება უშრალამაზი ბიჭი იყო მიყვარდა ჭკუაზე არ ვიყავ ხო ერთ სცენას წავიკითხავდით გავივლიდით რეპეტიციას ჩავწერდით მეორე და მოკლედ ჩავწერეთ 10 სერია აიტანეს თან მაშინ კასეტებზე იწერებოდა ხო რაღაც გადახვევები და ძალიან რთული ხო ნატურაც არ იყო ნატურა მერე ცივილიზაცია შემოვიდა ხო ზანდამ რომ მოყვა ნატურა ინდებოდა მაშინ ჯერ კიდე არ იყო ხო ოღონდ იქვე იყო ტელეფონი რეკავდნენ იმ ტელეფონს გაჩერდებოდი ვიღაცა შემობოდიალდებოდა იქ ამხანაგი მოგაკითხავდა უცბად ჟენწასვლა გინდოდა და აღარ გამინდოდა მოვწიოთ შემოვედით. კი. მოკლედ ჩავწერეთ 10 სერია, ეს აიტანეს კახაბრიშვილთან დავხსვეს და გვითხრეს რომ აქ ნახე, ესე არა. აქ ზედმეტს არტისტობ, იქ არ არტისტობ, იქ იმას აკეთებ, აქ ამას აკეთებ, რომელი ტექსტის შეცვლა. ჯერ ოღონდ ეს ბრაზილიელები და ლაპარაკობდნენ იცი რა ტემპით რომ ხო ქონდა ერთ ფურცლიანი მონოლოგი, მან თქვა, და მორჩა. ანუ მაშინ ჯერ არ იყო რომ ბავშვის ხმა უნდა გააკეთო როგორც ბავშვის. ჩვეულებრივად. ქალის რაღაცა ამხმებს ვიცულიდი, თან მეშინოდა, თან ანუ რაღაცებს იგონებდი რა და თუ გეტყოდნენ რომ არა, ნუ მე აღარ. ხო, იმიტომ რომ მე მახსოვს რომ პირველად რომ მე და შენ დავუჯექით სერიალზე, მაშინ არ გიცნობდით რა. არ ფილმზე დავუჯექით როგორც მახსოვს. დავხედით. მე დავუჯექით. ლაშა სხედან ლაშა დავჯექით ადამიანების სხედან სტუდიაში არ მყოფნის ჯერო ეხლა აი გრამატიკულად დასწორებ გასწორებ და იმიტომ მიყვებათ მე მარა რო კაი და გახმოვანებისია ვაფშე იცი რა არის იცი რა თანამედროვე გახმოვანებას რაღაცები უხდება მარაც უხდება და რო ხდება გააჩნია პერსონა ენა ცოცხალია შესაბამისად მგონია რომ რაღაცა მაგრამ მე და ვეკა ერთ აზრზე ვარ აბა რა მე მაიას აზრზე ვარ თქვენ გევალებათ ანუ გახმოვანების მსახიობის მოვალეობა რომ მაყურებელმა გაარჩიოს ცუდად გახმოვანებული, კარგად გახმოვანებული. ცუდი მეტყველება, კარგი მეტყველება, ანუ გახმოვანება რას ნიშნავს? შენს მშობლიურ ენაზე, ანუ შენ უკვე შემდგარი ქვეყანა ხარ და შენს მშობლიურ ენაზე აწვდი მაყურებელს, არა რუსულად, არა სომხურად, არა ქურთულად, ანუ ქართულ ენაზე აწვდი. ჩვენ იმდენი სიტყვა გვაქვს, რომლებიც თქვენ აღარ იცით, იმიტომ რომ იქ ქრაშები და რაღაცეები ყავთ, რომლებსაც მე ვერ ვიგებ. კრინჯები. კრინჯებით, იქრაშებით, ვაი მე ხა გამახსენდა ჩაურთავ. რაღაცა, ნუ სუაპიჩატკა ქართულად არ ვიცი როგორ, რაღაცა შეცდომა ასოები ახლა რთულია. ტაიპო არის, ჩვენ ტაიპო ვიცით. აი ნახე თქვენ დროს იყო ატპეჩატკა, ჩვენ დროს ტაიპოა. ნუ ლაშა არის ჩემი რა იცი, რამეს რო ვერ ვიგებ, ლაშა ეს რა არის. ხო და ეხლა ვკითხულობ და წერია რომ იმანო ჩემი Facebook-ი დასტალკაო ეს ჩემ ცხოვრებაში არ დამავიწყდა. კაი ეხლა თვალს რო გადავლებ, ხო იცი რომ იქ წდი რო წერია ის წადია ან რაღაცა. ეს დასტალკა რა უნდა იყო? დავტეხე ყვირილი, რომ ეს მე დებილი ამან ვინ დაწერა? ეს დასტალკა რა უნდა? რა მომიტანე? ეს კაჩასაშე დასტალკა არის Facebook-ს რო დაგითვალიერე. დაჯეჭყობა. გეყობა. კი. ხო, იმიტომ რომ აი წეგან მომბობდი რა, აი მართლა ქარსოს ეხა უდიდესი გამოცდილება აქვს და მე მაგრად დამეხმარა, მაგ იმაში, იმიტომ რომ პირველად რომ მე და ქარსო დავსხედით. და რამალე სწავლობ. არა შენ გაკ არაჩვეულებრივი თვისა. მიუხედავად იმისა, რომ მე ვთვლი რომ მსახიობის საქმეა გახმოვანება და რატომ გეტყვი? მასწავლეს მეტყველება.
მასწავლეს რომ ხასიათი შექმნა. შექმნა ხასიათი ამ გაღბოდიში ხა შეკეთებული, მაგრამ გახმოვანება ნახე კი ამბობენ რომ ეს არ არის არტისტობასთან არაფერ შუაში არ არის. სცენაზე არ დგახარ, მაგრამ მე იმის ნამუშევარი არ უნდა გავაფუჭო. მე თუ შენ უსმენ ამას, ხო არ უყურებ უმეტეს შემთხვევაში შენ ამას უსმენ. მე როცა 2 და 3, 7 პერსონაჟს ვახმოვანებ. როგორ უნდა გაარჩიო შენ მაშინ? ვინ ლაპარაკობს რა ხასიათზე წავიდე. რა ქმედებას ასრულებს? ანუ შენ თუ აბა მაშინ მსახიობი მეტი რამასწავლეს მე ინსტიტუტში თუ ამას ყველა გააკეთებს, ხო? ხო. კი, არა სწორია. შენ გაქვს არაჩვეულებრივი თვისება, რომ აი ლაშასთვის მაგალითად, აი საკმარისი იყო, რომ ლაშა კითხვის ნიშანი არ წაიკითხო. და არასოდეს არ წაიკითხავდა, იღებდი ამ. ხო, ამიტომ მე არ მყოლია მაგალითად ეგეთი მასწავლებელი. მედაც იყო ერთად ვისწავლეთ საერთოდ გახმოვანება რა. არაფერი არ ჩამწერი, ამიტომ ვერ ვლაპარაკობ შენზე, არ ვიცი რა თქვი. ხო, ანუ ძირითადად კაც და ქალი არის ახლა ეს. მე დალაშა ხო რადიოს კადრები ვიყავით და უცბად აღმოჩნდით გახმოვანებაში და მე ანუ ჩვენ მაინც ერთად გავაკეთეთ. თუმცა უკვე ბრავოში რომ მოვედი, ჩემთვის არავის აღარ ეცა. ხო, მე უფრო ხო, ნუ გააჩნიათ ამის შექმნა. იმიტომ რომ ისე დროს მოვედი, რომ ძალიან ქაოსი იყო. კი, მე რომ დავამთავრო ქარსოს ამბავი რა. გაფუჭებული გახმოვანება მე. მე რომ დავამთავრო ეხ ქარსოს ამბავი რა, ანუ ძალიან დიდი გავლენა იქონია, მაგან და პირველი ჩემი რეაქცია იბეკაში რა რეაქციაც ჰქონდა. ეხლა რომ აი მგონია რომ ფილმს უყურებთ რაღაცა თან ყურსასმენებში ამ ყველაფერს და იმას რაც აი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვისმენდი ტელევიზორიდან ეს პერსონაჟები ესენი უცებ მე ვიჯექი მის გვერდით და ერთად ვახმოვანებდით და აი მართლა ძალიან ის იყო რა, აი ძალიან დაძაბულიც ვიყავი, თან მოწადინებული ვიყავი, თან მე ანუ ეგეთი ტიპი ვარ რა, ანუ ოკეია ჩემთვის. ვიღაცა თუ მეუბნება თან რომ ვიცი ეხა კარსოს რო უყურებ რომ ამდენი ხანი რო ვისმენ ეს ადამიანი რადგან მეუბნება ესე იგი ეს არის სწორი და მე ძალიან მიმღებლური ვარ ზოგადად ეგეთ რაღაცებთან. ეგ არის საუკეთო, მაგიტომაც გაიზარდე და მაგიტომაც გაქვს ამხელად. და აი ეგ იყო ჩემთვის ის რომ ძალიან ჭკვიანია და მომეფერო რომ შემდეგ პოდკასტიდან ისევ არ გაგაქრო აქ. ნელა იყავი აქეთ არ გაგაქრო რა. და კარსოს დავისვამ რომ მასწავლოს თან. და მე ხა მინდა ბექამ მოყვეს სუზანას ამბები. უი გამოვხდით ხო ჩვენ სერიალები. არა, ეს იყო ეს მნიშვნელოვანია. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, იმიტომ რომ პრინციპში სერიალი ვერ შეიძლება გიყვარდეს ქართულ ადამიანს რა ენაზეც არ უყურებ და თუ შენი ენა არ ადევს ფონად და შენი ენა გამართულად და სასიამოვნო ყურში. კი, ეგრეა. და როგორც აღმოჩნდა, და ნუ ეს ბევრჯერ დამტკიცდა, იდეალურად აკეთებთ მაგ ყველაფერს, იმიტომ რომ რავი, მეც და ძალიან ბევრი ადამიანი შეგვაყარეთ ძალიან ბევრი კარგი პერსონაჟი, როგორც აღმოჩნდა სუზანეთ დაწყებული, აგერ მერილ სტრიპიც თურმე თქვენი გახმოვანებული ყოფილა. ბექა, შენი პირველი რა, ანუ პირველი რომელი ბრაზილიური სერიალი შეიძლება რომ როგორც ვიცი არა მარტო ნუ კინომცოდნე, კინომოყვარული და მართლა ეხლა მე მოყვები ჩემს თამაშები. არამედ საპნის ოპერებიც, ბრაზილიური სერიალები მართლა მე მოყვები ჩემ დამოკიდებულებაზე, ზოგადად რატომ აქვს ესეთი დამოკიდებულება ბრაზილიური სერიალების მიმართ. პირველი ესე გონებაში რაც მახსოვს, ისე მკვეთრად იყო ოჯახური ურთიერთობები, გადიოდა ეგეთი სერიალი პირველ არხზე, ვერა ფიშერი თამაშობდა, ალბათ თქვენ ახმოვანებდით, არ ვიცი, არ მახსოვს. და მომეწონა ეს სერიალი, რაღაცა ჩავთვალე რომ კარგი სერიალია. და სხვა შორის მე რა სერიალებიც მაქვს ნანახი, არ ვიცი რატომ, მაგრამ ისე დაემთხვა, რომ სულ იყო ბრაზილიური სერიალები, არც მექსიკური მაქვს ნანახი, ნუ რაც მაქვს ნანახი, იმდენად არ მომეწონა, რომ გადავწყვიტე, რომ შევეშვა ვენესუელური სერიალები რა შემოვიდა. მე უკვე როდესაც პროფესიად ავირჩიე კინომცოდნეობა, თავიდან რატომღაც მეგონა რომ ფსიქოლოგი უნდა გამხვდარიყავი და არა, პირველივე ლექციაზე მივხვდი რომ ბექარა ფსიქოლოგია ხო კარგად ხარ და უცებ წავიკითხე რომ რაღაც კინომცოდნეობა წერია ილიას უნივერსიტეტში, იწყებოდა ახლა და მეთქი ბექა კინო გიყვარს, მოდი ჩააბარე რა, მან რა იცი რა ხდება. აღმოჩნდნენ საოცარი ლექტორები და მე რატომღაც გამიჩნდა ინტერესი, ფილმი ვნახე ერთი ლექციაზე, ბრაზილიის ცენტრალური სადგური ერქვა, სადაც თამაშობდა ფერნანდა მონტენეგრო. და მეთქი ბექა ბრაზილია გიყვარს, რაღაცა სერიალებთან ასე თუ ისე რაღაცები გაქვს ნანახი, მუსიკაზე გიждები, ბოსანოვაზე დილით რო იღუძებ უსმენ, ყავას სვამ, აი ჭკუაზე არ ხარ. და მოდი რა, აბა წაიკითხე გაეცანი რატო რა განსხვავება, აი რატო არ მოგწონს მექსიკური სერიალები და რატო მოგწონს ბრაზილიური, იმიტომ რომ შინაარსობრივად რაღაცები შეიძლება არის ერთნაირი ძირითადად ინტრიგები, იმიტომ რომ ტელენოველების და საპნის ოპერების ხაზი ეგეთია, რომ უნდა იყოს რაღაცა ინტრიგა ძალიან ბევრი შიგნით, მაგრამ რატო არ უყურებ იმას და რატო უყურებ ამას.
დავიწყე ბრაზილიური კინემატოგრაფის გაცნობა და აღმოჩნდა, რომ რეალურად საერთოდ სხვა დონეზე არიან განსხვავებით სხვა ლათინოამერიკული სერიალების წარმოებელი კომპანიებისგან, იმიტომ რომ სულ ყველაფერს თავი რო დავანებოთ, მსახიობები ფერნანდა მონტენეგრო, ოსკარის ნომინანტი მსახიობი იყო, ეხლა იმის მფლობელი მსახიობია, ბერლინალეზე მიიღო ვერცხლის დათვი როგორც საუკეთესო მსახიობმა ქალმა. იგივე ავიღოთ ბრაზილიური კინოს შაშანდელი, მე კიდევ აქ ვარ, რომელიც გახდა მსოფლიო მოვლენა, სხვათა შორის ფერნანდა მონტენეგროს შვილი არის ფერნანდა ტორესი მთავარ როლში, ვინც თამაშობს და იმანაც რაღაცა დამტკიცდა, რომ ძალიან ბევრი კარგი მსახიობი თამაშობს რა. საერთოდ სხვა სკოლა აქვთ, არის მეორე ყველაზე დიდი კორპორაცია ეს გლობო მთელს მსოფლიოში, რომელმაც ჰოლივუდის ანალოგი შექმნა თავის ქვეყანაში და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ჩემთვის იყო საინტერესო იყო გლობოს გზა როგორ დაიწყეს და სადამდე მოვიდნენ. და აღმოჩნდა რომ თავიდან სამწუხაროდ ჰქონდათ არც თუ ისე კარგი რეპუტაცია, იმიტომ რომ ძალიან დაეხმარნენ ბრაზილიაში სამხედრო დიქტატურის დამყარებაში არც თუ ისე კიდე ცუდ ადამიანებს, მაგრამ შემდეგ როდესაც დაიწყეს ტელენოველების წარმოება, გახდნენ ამავე დიქტატურის წინააღმდეგ მებრძოლები რა, იმიტომ რომ შეიძლება საინფორმაციო გადაცემებში არ იყო ისეთი მხარდაჭერა ოპოზიციის მიმართ, ესე თუ ვიტყვით, მაგრამ სერიალებში და ავტორები იქნებოდა ეს მანუელ კარლოში, ჟილბერტო ბრაგა, აგინალდო სილვა თუ სხვები, ალბათ ბევრს ეცნობა ეს სახელები. მე ეცნობა ეგ იმიტომ რომ ვკითხულობ ტიტრებში ეს ადამიანები გახდა სოციალური კინო, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ თან არ ქონდათ პრეტენზია იმაზე, რომ ეს უნდა ყოფილიყო საერთაშორისო მასშტაბით წარმატებული, სურდათ რომ ბრაზილიაში შეეცვალათ საზოგადოება და ძალიან რაც კინოს მოეთხოვება და რეალურად ხელოვნებას, რომ იყოს ხიდი რაღაცნაირად საზოგადოებას და კულტურას შორის. ამას აკეთებდნენ იდეალურად და ეს სერიალები ახერხებდნენ, რომ აი თუნდაც ავიღოთ 1976 წელს გამოსული სერიალი მონა იზაურა, რომელიც ჩვენთანაც ძალიან პოპულარული იყო მთელ საბჭოთა კავშირში, მაგრამ ყველა ოჯახში იყო ჩართული აბსოლუტურად. ახლაც ჩართულია უკაცრავად მე მგონი. ისევ გადის კი გადის და კი ბატონო. ყველგან ჩართულია. კი ეჭვი არ მეპარება, ანუ ვიღაცები რაღაცნაირად დასცინოდნენ ამ სერიალს თავის დროზე, იმიტომ რომ არ აღიქვამდნენ იმ შრეებს, ეხლა შეიძლება ისე გამომდის, რომ არ აღიქვამდნენ და მე აღვიქვამ, მაგრამ რაც დავინახე და რაც გავეცანი, ეგ არის, რომ პირველი კითხვა, როდესაც ეს სერიალი გავიდა ეთერში, გლობოში იყო, რატომ არის მონა თეთრკანიანი და არა შავკანიანი. და თვითონ ავტორი ამბობს მერე, რომ ეს იყო მისთვის ზუსტად მთავარი მესიჯი, რისი გაჟღერებაც სურდა ამ სერიალით, რომ კანის ფერს არ აქვს მნიშვნელობა, რომ ადამიანი შეიძლება იყოს დაბადებით, ანუ მით უმეტეს მაგ სერიალის სიუჟეტი ასეთია, რომ თვითონ მამა ყავს თეთრკანიანი, დედა არის შავკანიანი და კანონის მიხედვით იყო, რომ თეთრკანიანი სისხლით გადადიოდა მოკლედ ეს მონობა. მაგრამ მისი მთავარი სათქმელი იყო ის, რომ არავითარ შემთხვევაში არ აქვს კანის ფერს მნიშვნელობა და პირიქით საზოგადოება გამოიწვია პროვოკაციულად, თუ შეიძლება ასე ითქვას იმაში, რომ ყველა შემთხვევაში კანის ფერი შეგვიძლია დავივიწყოთ, როდესაც ასეთ მანკიერ თემებზე ვსაუბრობთ. ხო, ძალიან საინტერესოდ აღწერე ხა მართლა იმ სერიალებს, ანუ აი მართლა სხვა თვალით მაჩვენებ მეც და ალბათ საზოგადოებასაც და ძალიან საინტერესოა როგორც ლაპარაკობ, ეხლა მონა იზაურაზე, აი ეს მთელი ისტორიები და ეს უკან იმის უკან რა ხდებოდა, ძალიან კიდე რამდენიმე მაგალითს მოვიყვან, კი. აი კლონი ავიღოთ, რომელიც ჩვენთან იყო ძალიან პოპულარული სერიალი, კი არაჩვეულებრივი და კარგი სერიალი. მე და მაიკო ვახმოვანებდით ბოლო პერიოდში მე მაქვს ნანახი თქვენი გახმოვანებითაც ეს სერიალი ნანახი. და შენი ის გავაირალდა მაგრად, ანუ იმაზე გავარდა, ის რო урეკავს, გათხოვდაო, აღარ მახსოვს ეგ მომენტი. ნაზირას урეკავს. შენი ნაზირა. ყველა რო გათხოვდა და მე ვერა. გათხოვდიო რო ღრიალებს. ой კალიმეც მახსოვს, ოღონდ ბავშვობიდან. სერიალი. სოლი მოყავთ? ზორაიდეზე ქორწინდებით? კიდე ბავშვს. ზორაიდეც კითხავდება. მე კი ვერა. მე ვერ ვთხოვდები. ამ სერიალში რაც იყო ის რომ ამ სერიალის გადაღება დაიწყეს 2001 წელს, ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხდა 11 სექტემბრის ტერაქტი და მუსლიმურ სამყაროს მიმართ იყო ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება და ამ სერიალის ავტორმა, გლორია პერესმა გადაწყვიტა, რომ ეს დამოკიდებულება რაც ჰქონდათ ამ სამყაროს მიმართ შეეცვალა სერიალით.
და გარდა იმისა, რომ ნაჩვენებია იდეალურად ეს კულტურული სხვაობები ბრაზილიურ და მაროკოში მცხოვრებ ადამიანებს შორის, ასევე ისეთი თემები აქვს გამოყენებული, რომელზეც მაშინ ბრაზილიაში ხმამაღლა არ საუბრობდნენ. იქნებოდა ეს ალკოჰოლიზმი, ნარკოტიკებთან დამოკიდებულება და ძალიან ბევრი საინტერესო თემა არის ძალიან ბევრ სხვა სერიალში, აი მაგალითად იყო ერთი სერიალი, სადაც 90-იან წლებში გადიოდა და ძირითადი წამყვანი თემა ერთ-ერთი იყო შიცის თემა და ამ სერიალის გასვლის შემდეგ ბრაზილიაში მოიმატა ანალიზების რიგებმა და ადამიანები იკეთებდნენ მოკლედ ანალიზს და ეცნობოდნენ ამ თემას და მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ეს სერიალები გარდა იმისა რომ რაღაცნაირად გასართობია, იქ ხედავთ სიყვარულს, ინტრიგებს, მელოდრამებს, მთელ ამბებს. რეალურად გამოდის სოციალური კინო. ბრაზილიური საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ იყო იქ ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება მაგალითად თავის დროზე სუროგაციის მიმართ და ასევე გლორია პერესმა გადაიღო სერიალი ამ თემაზე და ეს სტიგმები რაღაცნაირად დაიმსხვრა და ბრაზილიაში დაიწყეს ხმამაღლა საუბარი ამ თემებზე. იყო ასევე სერიალი ბეთთან მებრძოლი, რომელსაც თქვენ ახმოვანებდით სუზანა ვიეირას პერსონაჟს მახსოვს. კი ბატონო, და ამ სერიალში ყველაზე კარგად იყო ნაჩვენები ეს ის პერიოდია, როდესაც აი ბრაზილიური დიქტატურა სამხედრო დამარცხებულია, მაგრამ ჯერ კიდევ თავისი ფესვები აქვს გამაგრებული და ქალების სერიალი ხო არ არის შვილს რო ეძებს. კი, მარია დუ კარმოს პერსონაჟი. მარია დუ კარმო, როგორ არის? მაგასაც ვახმოვანებდით. ეხლა ხანს, ხო, იქ სხვა სახელი და არ ქართველები ხო სხვა სახელებს არქმევენ ხოლმე ხანდახან. უკანასკნელი ბრილიანტი ერქვა მე მგონი, რატო და რანაირად ვერ ხვდები, მაგრამ კარგი სერიალი იყო. კი, კარგი სერიალია და მთავარი მიზეზი რის გამოც გადაიღეს იყო ის, რომ ეჩვენებინათ, რომ ქალსაც შეუძლია ნულიდან დაიწყოს და მიაღწიოს ძალიან დიდ წარმატებას და ასევე ძალიან კარგად იყო პოლიტიკური კუთხით ნაჩვენები, რომ რეალურად პოლიტიკოსები შეიძლება გიღიმოდნენ პირისპირ, მაგრამ იმის უკან იმალებოდეს საშინელი ამბები, რომლებსაც ხო ძალიან დიდი სიბინძურა და ხო აი ეგ მიმართულებები აქვს, რაც იმალება ხო. და ხაზი ქონდათ მანდ ისიც მახსოვს, რომ ეს დუ კარმოს და შვილი ხო იყო პოლიტიკოსი და იმის მიუხედავად, რომ თავისი შვილი იყო პოლიტიკოსი, ეს ისეთი სამართლიანი ქალი იყო, რომ არ უჭერდა ყოველთვის ებრძოდა და რაღაცა ბოლოს ხო რაღაცა მიმასკრეს, თუდად დამთავრდა, ასე ვთქვა და ერთ-ერთი არ დავასპოილეროთ, ხო, დიდი როლი დედამის ქონდა მაგ იმაში. ხო, ნუ ეგ არის რა რეალურად, რომ საზოგადოების სერიალის ფუნქციაც ალბათ ეგ არის, იმიტომ რომ მასობრივი მოხმარების პროდუქტია მაინც უფრო მეტი უყურებს ვიდრე თუნდაც art house კინოს და აჩვენოს საზოგადოებას ზუსტად ის მანკიერი წერტილები და თავი ჩაახედოს სარკეში, რომ აი ესე კი ვართ და ესე კი ვცხოვრობთ, მაგრამ უნდა შევიცვალოთ რაღაცები, უნდა გადავაფასოთ. ჩემთვის რო ავიღო ეხლა ბრაზილიურ სერიალებს რო ახმოვანებდით და რო უყურებდით, ძალიან კარგი იყო, რომ ეხლა მე ესე დაინტერესებული არ ყოფილვარ არასდროს შეიძლება ამ ქვეყნის ისტორიით და იქ სოციალური მდგომარეობებით, მაგრამ ამ სერიალებმა გახმოვანების პროცესშიც რა ძალიან კარგად დამანახა შიგნით სიტუაცია მდგომარეობა, აი რაღაც ფაველები არსებობს, ფაველებს ეძახიან, რომელიც არის გარეუბნები, სადაც საშინლად უჭირთ იქ ადამიანებს, მათი დამოკიდებულება, აი კლასებად რო არის დაყოფილი ეს ფენებად, ასე ვთქვათ და ამათი დამოკიდებულება ერთმანეთთან და იქ როგორ სიგარეთში უწევს ცხოვრებას საშინელ სიტუაციაში და ბევრი სოციალური პრობლემები ძალიან მკაფიოდ და ხაზგასმით არის ამოტანი. გარდა იმისა, რომ თვითონ ბრაზილიაზე აქვს აქცენტი, 2009 წელს გადაიღეს სერიალი გზა ინდოეთიდან, ასე ქვია და ამ სერიალში იყო ნაჩვენები ინდოეთში კლასტერებად როგორ ცხოვრობენ ადამიანები, კასტებად უფრო სწორედ და როგორ აი მაგალითად იყო ერთი სცენა, რომ ჩრდილოეთ რელიგიაც კი ეგეთ იმას და ძალიან დიდი დისკუსია გამოიწვია არა მხოლოდ ბრაზილიაში ამ თემაზე, თვითონ ინდოეთში დაიწყო სამოქალაქო საზოგადოებამ ამ თემაზე საუბარი, რომ ეს ყველაფერი ეს დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს. მე ამ სერიალმა ემის ნომინაციაც მიიღო და მე ჯილდო საერთაშორისო ემიზე და ძალიან დიდი გამოხმაურებაც ჰქონდა. ხო, ეხლა ინდოეთზე გადავხდით, მაგრამ ინდოეთშიც როგორ რელიგიურადაც არსებობა ხელშეუხებლები. კი, ზუსტად მაგაზე ჰქონდათ აქცენტი ამ სერიალში. ანუ არ შეუძლიათ იმათთან შეხება და არიან ყველაზე დაბალი კასტა რა, ეს დაწყევლილები ქვიათ მაგათ. ყველაზე მძიმე სამუშაოსაც და ყველაზე რაღაც ბინძურ სამუშაოს ეგენი აკეთებს. საინტერესო არის ნამდვილად ის, რომ ამ რაღაცა მართლა საპნის ოპერის, ლამაზი მუსიკის, ამ რაღაცა ლამაზი ადამიანების ფონზე, ხო, მაინც ისო ბრაზილიურ სერიალებს რო დაუბრუნდათ, ალბათ მაყურებლისთვის ის იქნება საინტერესო, რომ შეიძლება არ დაფიქრებულა იმდენად იპარება მის ცხოვრებაში და მის ტვინში ეს სოციალური კინო. და საკმაოდ მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, მეც მადლობელი ვარ გაზიარებისთვის, იმიტომ რომ ამაზე არ მიფიქრია არასდროს, იმიტომ რომ მე არც მქონია გამოცდილება გახმოვანების და როცა ახმოვანებ ალბათ უფრო მეტად ჩართული ხარ ამ პროცესში, რა თქმა უნდა. ხმობა ეს რაღაცა სრულმეტრაჟიანი სერიალი, დიდი დაუსრულებელი
და ძალიან მნიშვნელოვანია ნამდვილად. ერთსაც დავამატებ, თუ შეიძლება ბოდიშო გაგაწყვეტინე, სულ მინდოდა მაგის თქმა და აი ხა მომეცა საშუალება. იმიტომ რომ ბრაზილიურ სერიალებში თუ დააკვირდებით, არც ერთი ძირითად შემთხვევაში, არც ერთი არც დადებითი პერსონაჟი და არც უარყოფითი პერსონაჟი არ არის ან ბოლომდე დადებითი, ან ბოლომდე უარყოფითი. არიან ისეთები, როგორებიც ადამიანები არიან ცხოვრებაში და სწორხაზოვნება არ. ხო რა, ანუ უშვებენ შეცდომებს კარგი ადამიანებიც და ბოროტი ადამიანებიც ხანდახან არიან, შეიძლება გახდნენ კარგი ადამიანები და ეგეც კარგი მესიჯია, რომ ხო, ადამიანები ვართ და უშვებთ შეცდომებს და გვაპატიეთ. ანუ და მოგწონს ეს შეცდომები. მაგაზე ვსწავლობთ ხო? მე მახსოვს ახლა ჩვენ რა სერიალებზეც ვლაპარაკობ, დეა ჩემი უყურებდა ჩემ ბავშვობაში რა, თუ რაღაცა და ეს ვამბობდა რომ ანუ ძალიან მეტყველი სახეები აქვს. თვითონ მსახიობების კლასის თამაშის და მე ახლა მე და შე რო დავიწყეთ გახმოვანება, მართლა მაგას ვაკვირდებოდი რა, რომ აი ამ ემოციების თამაში იმდენად ბუნებრივია, იმდენად ადამიანურია, რომ მართლა ძალიან მოაქშენავდა და ეს არ არის მართლა ის რაღაც ვენესუელური პლასმასის სერიალები, სადაც ადამიანები არიან ესეთი ლაღები, ცეცხლოვანიანება ესეთი. კი, თან რა ლამაზები არიან, ანუ საოცრება, ახლა ნუ აი ბრაზილიელ ქალებზე აქ ცალკე პოდკასტის ჩაწერა მოგვიწევს. მაგაზე რომ ვილაპარაკოთ. ანუ შეუძლებელია რაღაცა სერიალი გამოვიდეს კარგი, თუ არ ყავს კარგი მსახიობი. საბოლოო ჯამში და მართლა როცა ყავს ახლა ნიუ-იორკის კინოაკადემიის კურსდამთავრებული პირობითად ჯოვანა ანტონელი, რომელსაც ვიცი მარტინ სკორსეზემ ასწავლა როგორ უნდა ითამაშოს, ხო, შეუძლებელია რომ ცუდი გამოვიდეს. და ქართველს რომ ადავს მაია ქარსალაძის. რა თქმა უნდა, იდეალურად გადმოსცემს იმ ემოციებს, ტემპერამენტს თან მე სულ ეს ის მაქვს რა მაიას აქვს აი რაღაცნაირი თითქოს ჩახლეჩილი ბოხი ეს ახლა რომელიც ძალიან უხდება იქ ანუ იქ რაღაცა ქალებს სულ ესეთი ხმა აქვთ ხავერდოვანი რაღაცა დაბალ იმას მარია დუკარმო გამახსენდა სუზანა ვიეირას ეხა მართლა იგივე იდეალურად ოდესღაც როცა ვერ ვიბოხებდი ხმას ერთხელ გამახსენდა რეკავს ვიღაც ანუ წერ ბავშვი, ქალი, ახალგაზრდა, მეორე ახალგაზრდა, 27 ახალგაზრდა და ჩვილი და ყურმილი ავიღეთ. და ალო. რა დაგემართოდა? ვაი მე ჩემ ხმას ვეძებ. დავიკარგე. იმდენად აირია ამ დეხმებში რომ ემოცია რომ უნდა გადმოსცეს, სულ მაინტერესებდა ისე. ხო, მან მე რაღაცა ხრიკები მივხვდი რომ ეს ინტონაცია უნდა შეგეცვალა პერსონაჟს. ხო და მოდი ბარემ ჩვენ გვაქვს ერთი შემოთავაზება თქვენთან, რომ გვაქვს ტრეილერი ჩვენი მარია დუკარმოსი კი არა და სუზანა ვიეირასი, რომელსაც ლაივში დიდი თხოვნით თუ გაგვიხმოვანებთ ჯერ ქალბატონი მაია, რა თქმა უნდა და შემდეგ ბეკასაც რო ვაცდებინო. ბეკასაც სუზანა გვინდა რომ ბეკასაც სუზანა უნდა გაგხმარდები და პირადად ვიცნობ ბოლო-ბოლო ხო, ეგ გითხარით ამ პირადად გაცნობის ამბავი, ძალიან საინტერესო ამბავია. თად ესე 24 საათიანი მეგობრობა არ მაკავშირებს მასთან როგორც კეით ბლანშეტთან, მაგრამ რა ნუ ლაშა ესტრა ბიჭი დამიშვით. რა ხალხები ჩამოთვალა. მე ხო იტყვი რომ მეც ვიცნობ. მე შემოგთავაზეთ მეგობრობა უკვე და ამით იწყება ყველაფერი, კი. იმას იცნობდა ჩემი მეგობარი. დიახ, იეჭვიანო სუზანამ, რა თუ გიყურებ, თუ შეიძლება იეჭვიანე, იმიტომ რომ არ მეკონტაქტება რამდენი ხანია თქვენ წარმოდგენა არ აქვს, მაგრამ ეგ მე. ხედავ რა გაბედა. არ მაგაზე მე დაველაპარაკები. არჩეციკო. მე ძალიან ბორს რო ვიცენი ამ ბოლო დროს ხვალება მიტყვა. კი. ჩემ მეგობარს ქონდა მოკლედ დაბადების დღე, რომელიც ჩემსავით ასე შეყვარებულია ბრაზილიაზე და დათქმული გვაქვს, რომ ერთად უნდა წავიდეთ რიოში, პროჟაკში, ამ გლობოს სტუდიაში და ასე შემდეგ და რაღაცნაირად არ ვიცი რა მაგიით და როგორ გავიცანი სუზანას აგენტი, PR მენეჯერი, რომელმაც პირადად გამიყვანა კონტაქტზე სუზანასთან და მეთქი გთხოვთ იქნებ ჩემ მეგობარს დაბადების დღე აქვს და მილოცვა ჩაუწეროთ და უმღეროთ და სუზანაც არ დაიბნა, ადგა ჩაწერა არაჩვეულებრივი ვიდეო, დაგვპატიჟა რიოში და უმღერა კიდევაც ამ ჩემს მეგობარს. ვიდეო გავა მე. ვიღაცა ქართველი გეუბნება იქიდან რომ ეხლა მიმღერე და ვიდეო ჩავიწერე და ის თავის ჯიგორი საყვარელ ლეკვებთან ერთად ზის და ესე უმღერის ჩემ მეგობარ ელენეს, რომელსაც აქ ხო, ანუ ცუდად თქვი ეხლა ვიღაც ქართველი იმისთვის ვამბობ რა თორე ეხლა არა ხო ჩემსაც წარმოუდგენელი იყო, რომ იმედია მქონდა რომ რუკაზეც არ ჩანვართ ხანდახან იმდენად რთულია. მართლა ისეთი არის, ახლა რამდენი ადამიანის თხოვს და ეუბნება ეგეთ რაღაცას, აი წარმოგიდგენია ხო და ძალიან ჯიგარია. კი, ალბათ კეით ბლანშეტმაც გადაურეკა მერე და ხო, რაღაცები უთხრა რომ იქიდან წერსო და Olá, querida Helene. Como vai, meu amor? Tudo bem? Eu sei que você é minha fã, mora na Geórgia, mandou um recadinho e pediu para eu cantar parabéns para você, que hoje é seu aniversário. Então eu vou cantar o parabéns que a gente canta aqui no Brasil. Hoje é o dia do seu aniversário,
Parabéns, parabéns. Fazem votos que façam o centenário. Os amigos sinceros que tens. Daqui do Brasil, do Rio de Janeiro, eu e a minha cachorrinha que está aqui do meu lado. Mandamos um beijo enorme para você e um abraço virtual. E que tudo volte a ser bom como era antes. Quem sabe um dia a gente se encontra aí, na Geórgia. Felicidades, minha querida. კარგი, ეხლა თუ თანახმა ხართ, ჩვენ გვაქვს მომზადებული ტრეილერის და ტექსტიც და მოდი ჩავწეროთ, გავახმოვანოთ და თან მაყურებელსაც ვაჩვენოთ, აი რეალურად გაიგებთ. უნდა მასწავლოთ ოღონდ. კი, პირდაპირ ეხლა შენახავთ მაია, როგორ ახმოვანებს და მე ბექაც. რა თქმა უნდა. რაზე ხარ წამსვლელი სიყვარულის გამო? იმ შემთხვევაში თუ მამაკაცზე ხარ დაქორწინებული. გააკეთებდი თუ არა ყველაფერს შენი ცხოვრების მთავარი სიყვარულის დასაბრუნებლად? ნეტავ მანახა შენი გამწარებული სახე, როდესაც იმას მიიღებ, რაც დაიმსახურე. სიტყვები შეარჩიე ჩემთან საუბრის დროს. ეს არის სუზენას ვერ ვამბობ ფლაშა. არა უშავს, ეგ არის ძალიან კარგია. მადლობა. აღარ მინდა მეტი ბეკა. უცებ ექსპრონტად ეხა ეგ არის. ეხა მოდი. გახმოვანებ შენ საყვარელ ქალს. ეხა ბეკამ უნდა გაგვიხმოვანოს თავის საყვარელი ქალი. გადაახვიეთ ეგ ვიდეო. რაზე ხარ წამსვლელი სიყვარულის გამო? იმ შემთხვევაში თუ მამაკაცზე ხარ დაქორწინებული. გააკეთებდი თუ არა ყველაფერს შენი ცხოვრების მთავარი სიყვარულის დასაბრუნებლად. ეხა უყურე დედა. ეხა შენ მე მიკითხავ გაზე. ძალიან კარგია, მაინც ძალიან კარგია, კარგად გამოდის. კარგია რა თქმა უნდა. მაგრამ გაზეთის კითხვა არ გვინდა. ბრაზილიური ტემპერამენტი გვინდა. კაი. ესენი ხო ჩვეულებრივი, ესენი არიან ადამიანები. სიტყვები შეარჩიე ჩემთან საუბრის დროს. კაი, ხო შეძლო. ხასიათი. ხასიათი მომეცი. ეს არის სუზანა ვიეირას მიერ შესრულებული როლი სერიალში სიყვარულისთვის. ბრავო! ეგ არის. ანონსები შენი იყოს, გახმოვანება შენი იყოს. ამაშია საქმე რა. ამ ვიდეოს დავამონტაჟებ, ჩვენ ბექა დავადებთ ორივე ხმას და გაუგზავნოთ სუზანას გაუგზავნოთ აუცილებლად. სუზანას მოკითხვა ჩემგან და შენ თუ გაპატიო ეს მიკროსკოპი რა მომიტანა. ბოდიში ტექნიკურად ღარიბები ვართ ეხლა, ჯერა მაგდენი არ შეგვიძლია და მე რო გამდიდრდებით, მე სხვანაირად გავახმოვანებ. ყველა ჩემი ძვირფასი ნაოჭირო ცოტა დაიკოჭა. არა უშავს, მე რა ძალიან კარგია ზუსტად თქვენი ესე ცხოვრებისეული გამოცდილება, ასე რომ მაგრამ არა პატარა ლამაზი ლაღი ნაზი და ნარნარი. კი ბატონო, ვადასტურე ვინმე წინააღმდეგი ვართ ამას. არავინ, ყველა ერთხმად თანხდებით მაგაზე. ბექა. ბოდიში კიდე ერთხელ პირობა უნდა იმის რომ მაგას დავამონტაჟებთ და მართლა გაუგზავნოთ. აუცილებლად საჯარო პირობას ვეფრომ სუზანა ვიერას გაუგზავნოთ და თუ მე კარგად ვიქნები რა თქმა უნდა. თუ მოგვეწონება. თუ მოგვეწონება. მოგეწონება ეხა რატო არ მოგეწონება? რა არის მოუწონება? გაზეთივით კითხულობ. ხო, მეგონი ძალიან კარგი ეპიზოდი გამოვიდა. შენ კითხულობდი ზატო როგორ წაიკითხი ანონსი? ჩხუბი როგორი გამომივიდა მე რა? გადასარევი. ხო, მე მგონი ძალიან კარგი ეპიზოდი გამოვიდა. იმედი მაქვს იმედი. ზუსტად ვიცი რომ ძალიან კარგი იყო აქ და როგორი გამოვიდა. აი, ეგ უკვე თქელზეა. კი, საოცრად კარგი გამოვიდა, იმიტომ რომ აი ხა ესე ბრაზილიური სერიალების როგორც ახლა შენი ლაპარაკი, ახლა შენ კი გიცნობ და ჩვენ ბევრი ვილაპარაკია, ახლა ეთერს გარეთაც და ვიცით ჩვენი აზრები, მაგრამ ესე რომ აი ამდენი კუთხით და ესეთი აქცენტებით ბრაზილიური სერიალები ვინმეს განეხილა, მართლა ძირთადად არის ხოლმე აი მელოდრამები რა, იცინიან ბრაზილიურ სერიალებზე და მართლა ძალიან დიდი სოციალური პრობლემებზე არის გამახვილებული და ძალიან საინტერესო იყო კიდე რომ პრინციპში ჩვენს პოდკასტში პირველად მოხდა რომ მართლა რაღაც პატარა ეპიზოდი, თუმცა რაღაცა გავახმოვდა. ხო, თან კოლაბორაცია გამოვიდა ბრაზილიური იმის რა ქვია, სერიალების და ოფიციალურად მიწევთ შემდეგ პოდკასტებში რომ გავახმოვანო ყველაფერი. ყველაფერი, აუცილებლად. მას შემდეგ რაც მაია მოიცლეს ჩვენ. კი, და გვასწავლე. მოიცლი როცა გინდათ, რამდენი ხანსაც გინდათ მოდი. მაიკო, ბექა, უდიდესი მადლობა დღეს რომ ჩვენთან ერთად იყავი, უღრმესი მადლობა რომ ესე ძალიან კარგი პოდკასტი გამოგვივიდა, იმიტომ რომ თქვენ გარეშე ეხა მარტო მინდა ციყვა ყველაფერს ვერ გავაკეთებდი. არა, ბავშვებო, ძალიან დიდი მადლობა რომ ეს გააკეთეთ, რაც გააკეთეთ. იმიტომ რომ ჯერთი ამ თემაზე არასდროს არაფერი არ ყოფილა. მე მართლა პანთეონია ხო? მარტო ესმით და ვერ ხედავენ, ხო? რა თქმა უნდა, აბა. ხო და წარმატებები. კი, მე თქვენი მაყურებელი ვარ. ყოველთვის უფრო კარგი, უფრო დიდი პროექტები და ერთ დღესაც თქვენი ტელევიზია. აუცილებლად. დიდი მადლობა. კარგი ენერგიები გაუშვათ კოსმოსში. აუცილებლად მაყურებელს უნდა უთხრათ, რომ ბექას აქვს თავის TikTok არხი, სადაც აი მე ვარ მართლა ძალიან დიდი მაყურებელი შენი არხის, იმიტომ რომ არასდროს არინალებ თუ გამოიწერთ. კაი, შემსწრება ეხა. მართლა ეგრეა. იმას, რასაც მართლა ვერ გაიგებთ. სხვაგან. დღეს მე ვარ თინეიჯერი ბიჭი, რომელსაც ქეითის დანახვაზე გული უჩერდება.
აქამდე მხოლოდ ერთხელ ბერლინში ვნახე, მაგრამ მასთან მისვლა ვერ მოვახერხე, დღეს კი ყველაფერი სხვანაირად იყო. იზაბელი უპერი საქართველოში როგორ დაუპატიჟე თუ გაინტერესებთ, ეს დღე ჩემთან ერთად უნდა გაატაროთ. ჟულიეტ ბინოშთან და ჰოლი ბერისთან სადილზე ყოფნის საოცარი ამბავი უნდა მოგიყვეთ. ლაშა, გადმომიწერე ეს TikTok-ი რა. გადმოგიწერე, დაგარეგისტრირე. ერთი ფოლოვერი მომემატა. აუცილებლად, იმიტომ რომ ბექა ისე კარგად ლაპარაკობს, ისეთი საინტერესო სტუმრები ყავს, კინოზე ლაპარაკობს, არა მარტო კინოზე ლაპარაკობს და ისეთი საინტერესო სტუმრები ყავს. თან ახლა ჩვენ რითი დავიწყეთ? კანის კინოფესტივალი მუდმივი წევრია ესეთ ადამიანებთან არის, მათთან გამოცდილება ამ ყველაფერზე ლაპარაკობს თავის TikTok არხზე. აუცილებლად უნდა გამოიწეროთ, იმიტომ რომ აი ძალიან ისიამოვნებთ, იმიტომ რომ როგორც ეხლა სუსხვა კუთხით დაგვანახა დღეს ჩვენ ბრაზილიური სერიალები, ისე სუსხვა და კარგი აქცენტებით გაჩვენებს სხვადასხვა ფილმებს და სერიალებს. და მოდი კიდევ ერთხელ ბოლოსკენ ვახსენოთ სად ვართ, ესე იგი ჩვენ მიმყოფებით სილიკოში, ეს არის ბარნოვის 64 ნომერი. ამ შემთხვევაში არაჩვეულებრივი გარემოა, აი არა ფანტასტიკური გარემოა. და სწორედ ამიტომ არიან ასე ვთქვათ ჩვენი სტუმრები ესეთი ბედნიერები. ზუსტად. და ნუ ავსებენ კიდევაც ამ სივრცეს. და მაიკოს უნდა უთხრა და ნუ ბექასაც რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა გითხრა გამოიწერე voice-over-ების, გამოიწერეთ voice-over-ების არხი. გამოიწერეთ voice-over-ების არხი. გამოიწერეთ voice-over-ების არხი. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. ეგონი ეგ არის. ბოლო წერტილიც შენი იყო. ბოლო წერტილიც დავსვით. დავამშვიდობოთ მაყურებელსაც. შემდეგ პოდკასტამდე. ნახვამდის. ნახვამდის.